მოგესალმებით, მეგობრებო. ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა წინა დღეებში გეშტალტ ინსტიტუტში პირველ კურსელებს ჩაუტარეთ, ზედა კურსელებმა, მესამე კურსელებმა ჩაუტარეთ ესეთი გეშტალტ ექსპერიმენტს ვეძახი და სინამდვილეში თერაპიული პრაქტიკა არის. და ძალიან საინტერესო გამოვიდა ეს შეხვედრა. და გამოვიდა, იმიტომ რომ იმდენი გაზიარებაც იყო მე ჯგუფში, 25 კაციანი დაახლოებით ჯგუფი არის. და აი ამ ორდღიანი ექსპერიმენტით იმდენი რაღაცები იყო ჩემთვისაც საინტერესო და ჩვენ გვაქვს ეს გავლილი ადრე, ყველა ექსპერიმენტი გვაქვს გავლილი, რაც გეშტალტ თეორიას აქვს, როგორც ინსტრუმენტი საკუთარ ფსიქიკაზე მუშაობის, ქვეცნობიერზე, ტრამვებზე და ამ შემდეგ და რაღაცად მომიდა თქვენთვისაც გამეზიარებინა ეს ექსპერიმენტი, ეს თერაპიული პრაქტიკა, რომელიც შეგიძლიათ ძალიან მარტივად თქვენს გამოიყენოთ. რა თქმა უნდა, აგრეთვესაც გიდირებული ესეთი პროცესი არის, პერატოპერ ეფექტური არის და მანდ უკვე თერაპიულ პრაქტიკაში უნდა ვიყოთ ჩართულები. მე მაგალითად თუნდაც ახლა ასტროსკოლაში, როგორც კი დავიწყეთ, ახლა ასტროლოგიური სკოლა გვაქვს. როგორც კი დავიწყე, ეგრევე ეს თერაპიული პრაქტიკა გამოვიყენე და ეს არის უნიკალური, აი ფაქტიურად უკვე ყველაფრის იდენტიფიკაციაში გვეხმარება ყველანაირი იქ ასტროლოგიური ბლოკი იქნება თუ აი ახლა ამჟამად როგორ ვარ ხო სკანირება სხეულის ახლა აი ეს ყველაზე კარგად გვეხმარება ეს პრაქტიკა და მინდა გაგიზიაროთ და შეგიძლიათ თქვენს გამოიყენოთ ხოლმე ახლა მე უკვე ავტომატურად მაქვს გამომშავებული კიდე ბევრი მაქვს სამუშაო ამ მიმართულებით გეშტალტ თერაპია საერთოდ ამბობს რომ სხეულში არის სხეულის სკანირებით აი ჩამოვლით სხეულის შეგვიძლია ფაქტობრივად აღმოვაჩინოთ ბლოკები სხეულში შეიძლება კუნთებში იყოს დაძაბულობა შეიძლება გამოვხატავი ძველი წყენა იყოს შეიძლება დისკომფორტი იყოს და ამის გაგება მხოლოდ სხეულით შეგვიძლია მხოლოდ სხეულთან ურთიერთობით სხეული რა არის ეს არ არის რომ ახლა მე უბრალოდ ეს არის უფრო ცნობიერი ემოციური კონტაქტი სხეულთან და არა აზრებში. აი ხშირად მოდიან ხოლმე ჩემთან, თუნდაც კონსულტაციაზე, სრულად აზრებში არიან. ანუ რო ველაპარაკები, მხოლოდ ტვინი იგებს და შეგრძნებები საერთოდ არ მოდის. თითქოს სხეული თალკე არის და ტვინით ცხოვრობ. უმეტესობა ადამიანებისა ჩვენს უფრო ინტელექტუალურად ცხოვრობთ, უფრო ანალიტიკურად ცხოვრობთ და აი ყველაზე საინტერესო ის არის ზუსტად ამ ანალიტიკაში არ არის პასუხები ის პასუხები რომელიც რეალურ ცვლილებებს გამოიწვევს აი თუნდაც კარიერაში ჩვენ თუ გვინდა ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთოთ არ ვიცით რატო არ ვაკეთებთ ხო და ხშირად ვეუბნები ხოლმე თუნდაც თერაპიულ პრაქტიკაში აი წარმოიდგინე რომ მეთქე შენ გინდა რაღაცის გაკეთება და რა არის რა გიშლის ხელში ვინ არის ის რომელიც ასე გიჭერს და გაჩერებს არ გაკეთებინებს იმ ყველაფერს რაც ლოგიკა გეუბნება რომ პრაგმატიზმი გეუბნება რომ ეს გასაკეთებელი მაგრამ აი რაღაცნაირად ვერ ვცვლით ხო და აი ესეთი რა გვიჭერს ვინ გბლოკავს სად რა გვაწუხებს ხო ახლა წინასე მე მაგალითად ვაკორდებოდი სხეულის სკანირება გავაკეთე და ახლა რა მაწუხებს რაღაც ენერგია არის და რა მაწუხებს და ნუ ეს მესამე კატა ხომ მოვიყვანე ჭები აგერწევს ასე რა წელს ხო და ნუ მე მივხვდი რომ ჩემში არის და კიდევ ერთხელ ახლა ჩემში არის რაღაცეთ ახლა მე რა ლომი ვარ რაღაცები და ძალიან მიყვარს სითბო სიყვარული მხიარულება ხო და მინდა გაზიარება მისი და თორემ ისე მაწუხებს ეს ენერგია შინაგანად ხო და ახლა გუშინაც ამოვიდა ამ ჯგუფურ თერაპიაში ზუსტად ესეთი მომენტი რომ ადამიანს უნდა გართობა მხიარულება და ის გადადის ნეგატივში იმიტომ რომ არ ახდენს ამის რეალიზებას ხო და ხშირად არ არის ეს ნეგატიური ემოციები აუცილებლად და ტრამვა შეიძლება იყოს ენერგია წამოსული რომელიც რეალიზებას არ ვახდენთ არ ვუშვებთ იქ შეიძლება რაღაც ტრამვა არ მიშვებს ან ხალხი რა სიტყვის ხო ახლა თუ ვიცინი ხა განსაკუთრებით მე მქონია ხოლმე ეგეთი ის რომ მე რო სულ მხიარულად ვარ რაღაცნაირად მეყურებდნენ ხოლმე ადამიანების ნაწილი გაკორებლად ანუ ვერ იღებენ თითქოს არ არის მათთვის ეს ბუნებრივი პროცესი ჩემახქმაში და ზოგჯერ ბლოკავთ ამას და ზოგჯერ პოზიტივს ბლოკავთ ამ დროს შინაგანად არის უნდა გამოხატვა და ვერ გამოდის
ზოგჯერ არის ტკივილი, რომელიც ვერ გამოდის და აუცილებელი არის ვიცინოთ, აუცილებელი არის კარგ განწყობაზე ვიყოთ, იმიტომ რომ უბედური არავის არ ვჭირდებით, ან პრობლემური არავის არ ვჭირდებით და ვუიწევს გაცინება, ხო? და აი ამ ყველაფრის დანახვა და ზოგჯერ ის ავტომატიზმის დონეზე გვაქვს უკვე. ამ ყველაფრის დანახვა ძალიან კარგად შეიძლება სხეულის სკანირებით. ეხლა რას ნიშნავს სხეულის სკანირება? მან პატარა ისეთი პრაქტიკაც არის და შემიძლია უკვე შემოგთავაზოთ ეს თეორია, რადგან ავხსენეთ, რომ ყველაფერი არის სხეულში დაბლოკილი და მოდით აი ვინც გამომყვებით მაგალითად ამ თერაპიულ პრაქტიკაში, შეგიძლიათ ინსტრუქციასავით გქონდეთ, ან მოისმინოს და მე მოგინდეთ როდესმე გააკეთოთ ეს პრაქტიკა, ხო? და ეხლა სტუდენტებთან ეს მქონდა ძალიან საინტერესო იყო ჩემთვისაც ეს გამოცდილება, იმიტომ რომ რეალურად ვაკეთებ ამას უფრო ჩემ თერაპიულ პრაქტიკებში, მაგრამ იქ ცოტა სხვანაირად ვუყურებ, მე იქ რუკას ვუყურებ, იქ ენერგიას ვუყურებ, იმ მომენტში როგორ არის ჩართული ადამიანი და აი აქ როდესაც ბრმად მიმყავდა, ახლა 25 კაციან ჯგუფში, როდესაც არ ვიცი იქ ჯერ ბევრი არიან, არ ვიცი იქ რა ხდება, უკვე მიწევს გაცილებით მეტად დაძაბვა, რომ სხეულს დავაკვირდე, ყველასაც დავაკვირდეთ, იქ რა ხდება. ვინ როგორ არის კონტაქტზე საკუთარ თავთან, ვინ სადამდე მიდის და როდესაც პირად კონსულტაციაზე ვარ, თან ჯგუფურ თერაპიაზე, ჩემს პირად თერაპიულ პრაქტიკაში ხო, როცა ასტროლოგიურ ჯგუფში ვარ, იქაც რუკები მიდევს და გაცილებით მარტივი არის გამოვიცნო რა ხდება მათში. ესე ბრმად იყო პირველი გამოცდილება ჩემი. და სხვადასხვა საინტერესო იყო ესეც, ბრმად რომ მიდიხარ, აბა რა იქნება და აი რო ჩაიკითხები, უკვე ვაბრუნებდი მე სხეულში, მათ კიდე იქ ჩაღრმავება კიდე ხდებოდა, წამოვიდოდა იმპულსი, რომ მე უკვე კავშირს იძლეოდნენ, მე კიდე უფრო ვაბრუნებდი და აი იქ უკვე ძალიან საინტერესო პროცესი მიდიოდა, უფრო მეტი დაკვირვება. და ზოგს საერთოდ სხვანაირი ემოცია ქონდა, ზოგს აი ზუსტად ეს ქონდა, რომ აი მე მხიარულება მინდა თურმე და ახლა აღმოვაჩინე. ჩემ შემთხვევაშიც ეს იყო ხოლმე თერაპიულ პრაქტიკაში, რატომღაც დიდად ახლა ეს აგრესიები და ბრაზები არ მოდიოდა, უფრო ამოდიოდა სერინობა მინდა, გარეთ მოძრაობა მინდა, ჩახუტება მინდა, აი აქ დავდიოდი სულ. მასეთ პრაქტიკებში და მაგის ვიხდი, რომ მაგას ბლოკავდა, აქ მოდის მერე ნეგატივი. ამიტომ ყველასთან არის ინდივიდუალური. პირველ რიგში რას ვაკეთებთ ხოლმე, მეც გაგიზიარებთ, აი როდესაც არის რაღაცა პროცესი, გარე მოვლენები და მინდა დავასკანერო უკვე სხეულთან კონტაქტი, ხო სხეული რას მეუბნება. სხეულზე როცა ვლაპარაკობთ, ეს არის შინაგანი შეგრძნებები და ეს სხეული პირდაპირ ქცნობიერთან გვაკავშირებს, ხო? ჩვენ შინაგან სამყაროსთან ერთადერთი საშუალება გეშტალტი, ეს გეშტალტ თერაპიის მიხედვით არის სხეული. სხვა ჩვენ ინსტრუმენტი არ აქვს. იქ ზოგი მაგალითად ცოტა აღმოსავლური მიდან ფილოსოფიიდან იქ მედიტაციურ პრაქტიკაში ჩავდივარ და ესეც იგივე არის სხეულის მოსმინდა, ოღონდ ცოტა მედიტაციურ პრაქტიკაში ფანტაზიაც გაცილებთ, ნეპტუნი არის მან ძალიან აქტიური, ნეპტუნში გავდივართ ხოლმე და სხეული ჩვენთან აი გეშტალტურად და ფსიქოლოგიურად ცოტა დაგრაუნდება არის, აი მიწას თამყარად დგომა, სხეულის შეგრძნებებთან კარგად ყოფნა და ნაკლებად წარმოსახვა, წარმოსახვა ირთვება ცოტა მერე და ახლა შეგვიძლია უკვე დაივიწყოთ ეს ექსპერიმენტი. პირველ რიგში ჩნდებით ყველაზე კომფორტულად, ყველაზე კარგად როგორც იგრძნოთ თავს მოდუნებულად, შვიდად, შეგიძლიათ თვალების დახუჭოთ, შეგიძლიათ არ დახუჭოთ, მაგრამ იყოთ აი უკვე ნელა რომ ძაფრი აღარ არის ეს ხედვა, გარეთ აღარ ვაკვირდებით უკვე არაფერს. და ვიწყებთ სკანირებას პირველ რიგში სხეულის. სკანირება ის ნიშნავს, რომ ვაკვირდები ჯერ შეგრძნებებს, აი ჩაუვლი მთელ სხეულს და სადმე ხო არ არის ან დაძაბულობა, ან მოჭერა, ან სიმძიმე, ან სიმხურვალე, ან სიცივე, ანუ უბრალოდ ვაკვირდები. ახლა ჩემ შემთხვევაში ვგრძნობ, რომ აი რაღაცნაირად ბეჭები მაქვს და მკლავები ცოტა დაძაბული, ხო? აი ესე ნენელა ვაკვირდებით სხეულს, ეს დაძაბულობა რა არის? და ჩემ შემთხვევაში ახლა რა დავაკვირდი, ეს დაძაბულობა რას მეუბნება? როგორ უნდა მეუბნებოდეს ეს დაძაბულობა? შეგრძნებას უნდა დავაკვირდე. ახლა რა ასოციაციას იძლევა ეს შეგრძნება? ან დაძაბულობის შეგრძნება ნეგატიური ემოცია თუ დადებითი ემოცია? ჯერ ესე ვიწყებთ დაკვირვებას. შემდგომ ვიწყებთ, რომ რას მეუბნება ეს დაძაბულობა და ხვდები, რომ მობილიზება არის, უფრო მობილიზებული ვარ. ახლა კონცენტრირებული ვარ და შესაბამისად ეს კუნთებიც არის ჩართული უკვე ამ მობილიზებაში.
ესე იგი, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სხეული სადღაც არის ჩართული ფსიქიკურ პროცესში ახლა, ხო? და მან მნიშვნელოვანი არის, რომ კონტაქტი მქონდეს ამ დაძაბულობასთან. იმიტომ რომ სადღაც ეს მობილიზება და პლუს რო კუნთები მაქვს დაჭიმული, ცოტა ბევრ ენერგიასაც აკარგვინებს ადამიანს, ხო, ამ შემთხვევაში. და საჭირო არის კონტაქტი ამ კუნთებთან, რომ აი რაღაცნაირად თუ არ შემიძლია რომ სუნთქვით, მოვადუნო სადღაც ეს კუნთები. თუ უფრო მეტი რამის თქმა შეუძლია მაგალითად ამ კუნთებს, ხო? აი ესე ნენალა ვახდენთ სკანირებას, ჩავყვებით, რა ხდება შიგნით, ვის სად გაქვთ ბლოკი, ან სად გაქვთ შეგრძნება, ხო არ არის ყელთან, ხო არ არის აი აქ პირდაპირ საყლაპაო მილთან, ხო არ არის თავთან დაძაბულობა. თუ დავასკანერეთ, ზოგმა შეიძლება რამდენიმე ენერგია ნახოს, სადღაც ცხოვრობს რაღაცა დაჭიმულობა, ან სიცივე, ან სიმხურვალე, ან აი რაღაც სიმძიმე და დაასკანერეთ ეს, დააკვირდით და შემდეგი პროცესი არის ახლა ვამძაფრებთ ამას. აი წარმოიდგინეთ, აი კლავს კიდე უფრო დავჭიმავ. დავჭიმოთ უფრო მეტად, ვის რა აქვს, ან არის აქ საფეთქელთან რაღაცა პულსაცია, წარმოიდგინეთ, რომ უფრო ძლიერი ხდება, აი ფოკუსი გააკეთეთ და გააძლიერეთ ეს პულსაცია, გააძლიერეთ მაქსიმალურად, მოატუნეთ ახლა. მერე კიდევ იგივე, შეგიძლიათ გააძლიეროთ შეგრძნებები, უფეხი არის დაჭიმეთ უფრო მაგრად, ან წარმოსახვით დაჭიმეთ, თუ უშუალოდ ტკივილი არ არის და სიმძიმე არის. შეგიძლიათ უკვე ეს წარმოსახვა დაჭიმოთ და დააკავშიროთ აი ენერგეტიკულად გონებით დააკავშიროთ ამ ენერგიასთან რაღაც სიმძაფრე, ხო, დაჭიმულობის და მოუშვათ ისე. აი მოშვების პროცესს დააკვირდით თქვენ. აი მოეშვა ახლა, ხო, რომ დავჭიმე. და რა შეგრძნებებს წამოიღებს ეს, ხო? და ეს შეგრძნებები არ უნდა იყოს ინტელექტუალიზაცია. იმან ეს მითხრა, ამან ეს მითხრა, არა, ისოთა შეგრძნებები, უბრალოდ სხეულს უსმენთ. უბრალოდ ვაკვირდებით, არ ვაანალიზებთ, არ მივდივართ რაღაც სხვა წარმოსახვაში, უბრალოდ ვაკვირდებით, ვასკანერებთ. აი ამ შეგრძნებებს უბრალოდ ვასკანერებთ, აი შეგრძნებებში ვართ, ტყოვებთ ამას და ეხლა ვერბალიზაცია არის საჭირო ამ ყველაფრის. აი ის ენერგია, ალბათ თუ შეძლებთ რომ ალაპარაკოთ. ამ ენერგიას ან კუჭზე ვის თუ არის სპაზმი, ან გულთან, ზოგს გულთან აქვს ხოლმე, ყელთან აქვს ხოლმე, ზოგს მუხლები მძიმედ აქვს, ყველა ორგანოს მე ასტროლოგიურად თავისი ენერგია აქვს, მაგრამ მაინც ისე და ზოგს უბრალოდ გული უჩქარდება ამ ყველაფერთან, ხო? და დაინახეთ, რომ აბა ახლა რა სიტყოდა ეს ორგანო. აი მანდ უკვე უნდა წარმოვიდგინოთ. აი მან ნეპტუნი არის უკვე ჩასართავი და წარმოვიდგინოთ ვერბალიზაცია, რომ ავალაპარაკოთ. ან შეიძლება ერთი მხარე იყოს პასიური, მეორე აქტიური და დავალაპარაკოთ ეს მხარეები ერთმანეთს. ხო, ვერბალიზაცია მივცეთ, ანუ კომუნიკაციაში გამოვიდეთ. ზოგჯერ არის ესეთი რაღაცაც, რომ აი თქვათ, აი ეს ენერგია, რაც აქ არის, შევიგრძენი, ხო? დავიწყე იდენტიფიკაცია ამ ენერგიის, პოზიტიური, ნეგატიური, სევდიანი, ბრაზიანი, აგრესიული, მელანქოლიური, ან ჯერ კლასიფიკაციას ვიწყებთ ამ ენერგიის, ეს რასთან არის დაკავშირებული, რა ფერი იქნებოდა მერე უკვე წარმოსახვას ვრთავთ, აი უკვე რომ მივცეთ, შევაფერადოთ, მერე ესე წარმოვიდგენთ, თქვათ აქ რაღაცა ენერგია იყო, ხო, აი მე რო ვთქვი, რომ ადრე რო აი სატურნის ასწორი მესამე სახლთან, აქ ვიგრძენი პირდაპირ, რომ აი პირდაპირ აგური თუ აი მახჩობდა ეს თერაპია ადრე ერთ-ერთი წლის წინ რო გავაკეთე გეშტალტზე. აი ზუსტად ეს ვიგრძენი, რომ აი ლოდი მადევს და სუნთქვას ფაქტობრივად ძლივს სუნთქავ. ოღონდ მე ძალიან გამიკვირდა ეს შეგრძნება, რა როგორ უნდა იყოს ეს, როცა არა მაქვს თითქოს მაგ პრობლემა, მაგრამ აი ამ სხეულის შეგრძნებებმა გამოხატა უკვე პირდაპირ წარმოვიდგინე ლოდი რომ მადევს, ხო? და სხვა შესაძლოა რაღაცა კარმულზე გავედით მერე. აი ამ შეგრძნებებს აკვირდებით, იწყებთ კომუნიკაციას მასთან, ენერგეტიკულად შედიხართ კონტაქტზე. ზოგჯერ შეგიძლიათ აი ესე წარმოიდგინოთ, ხელით დახატოთ სადღაც ესე წარმოსახვით ის ენერგია და დაიკონტაქტოთ. აი წარმოსახვით ესე ხელს ვადებ ხოლმე და ველაპარაკებ იმას. ან ველაპარაკები მარტო სიტყვებით კი ემოციურად, აი კონტაქტზე გავდივარ მასთან.
მის შეგრძნებებს ვიღებ, ვასკანერებ მის შეგრძნებებს. აი ამ ბურთის, ან ამ ენერგიის, ხო, რომელიც ჩემი არის ნამდვილეში. ჩემი წარსული ემოციები, ან ჩემი ახლანდელი მდგომარეობა, ველაპარაკები, საიდან წამოვიდა, როგორ მოდის აქ, ხო? რას მეტყოდა, საუბარი რო შეეძლოს, მე რას ვეტყოდი. მიდის კონტაქტი, ყველაზე კარგად არის ხოლმე, ხა მე ხაშურის ლევან შატბერაშვილმა მასწავლა ადრე. ეს უკვე ჩემს პირად თერაპიულ პრაქტიკაში ესე ვაკეთებ, რომ რაღაცნაირად კეთილად ვიღებ, რომ რაც არ უნდა ნეგატიური ემოცია იყოს, ცოტა სიყვარულით, ცოტა მადლიერებით და ველაპარაკები, რომ რაღაც მნიშვნელოვანი არის, რასაც ვერ არ გისმენ, მაგრამ გინდა რომ მითხრა. ზოგჯერ ესეთ კომუნიკაციას ვიწყებ, ზოგჯერ უბრალოდ ვაკვირდები, ვასკანერებ და მიყვები რა ენერგია არის. უბრალოდ ვაკვირდები, შევისწავლი და განვიცდი მე ამ ემოციას, ხო? და აი ამ ემოციის განცდაში არის ესეთი საინტერესო რამ, რომ ის მე როცა დამეკონტაქტება, არის უკვე გაცნობიერებული. ანუ მე როდესაც ვიგრძნობ იმ ემოციას, რაც იყო იქ გაჭედილი, ხო? და მე მეშვიდე ექსპერიმენტზე გადავდივართ, რომელიც ემოციურ ბლოკებზე არის აქ საუბარი, როცა წარმოიქმნა ემოცია, მას სჭირდება ლოგიკური გაგრძელება, ანუ ემოცია ესეთი არის, ანუ ეს არ არის ერთი ბრაზი მერე გადადის სხვა რამეში, მერე გადადის სხვა რამეში, მერე დაკმაყოფილებაში უნდა გადავიდეს. ანუ ციკლური არის ემოცია გეშტალტ თერაპიაში. და ეს რო არ მოხდა და სადღაც გაიჭედა, უცებ იმპულსურად გავბრაზდი და გავაჩერე სხეულში, ეს არის სადღაც ჩაშვებული ეს ჩვენი ბლოკები, რომლის სკანირებაც არის პირველი თერაპიული პრაქტიკის მთავარი, ხო? ექსპერიმენტი. და აი ამ ენერგიას რო დაველაპარაკები, დავეკონტაქტები, მერე არის ინტეგრაცია რაღაცნაირად, რომ ვიღებ მე ამას, ამ კომუნიკაციაში შევდივარ, ვიგებ რა უნდა და სად ვერ გამოხატა თავი ამ ენერგიამ და ხდება ამის მიღება, გაცნობიერება, ესე ვთქვათ, ხო? ანუ მე შევხვდი ამ სხეულის ენერგიას, გავაცნობიერე ეს ენერგია და უკვე რეალურად ინფორმაცია მაქვს, ხო? ინფორმაცია მივიღე ჩემი სხეულიდან, დაბლოკელი ენერგიიდან და მე ხდება ისეთი რამე, რომ აი ეს ენერგია, რომ ყველანაირი ძალით კუნთი ინახავს, ან ენერგია ინახავს, ხო, სადღაც. აი აქ ხდება ამის გამოხატვა. ან ხვდები, რომ რაღაც სხვა უნდა გავაკეთო, ან ხვდები, რომ ახლა მე რო თავიდან დავიწყე, რომ თურმე მობილიზებას არ ჭირდება კუნთების დაძაბულობა, ხო, და ის კიდე უფრო მეტ ენერგიას მახარჯინებს. შესაბამისად, ახლა მე ვარ უკვე მოდუნებულ სიტუაციაში, ანუ როგორც კი მე ჩვენ ვსაუბრობდით, დავასკანერე ახლა სხეული, აღმოჩნდა, რომ კუნთები მოდუნებულა. იმიტომ რომ როგორც კი შევხვდი ამას, როცა არაცნობიერად ჩაერთო კუნთები უკვე მობილიზებაში, დავასკანერე, დავეკონტაქტე და მოდუნდა. მეტად მე მას ვთხარი, რა არის ეჭირო ახლა ესე. გუშინაც რო გქონდა საუბარი, სულ ეს იყო ახლა ასევე რას გრძნობთ თერაპიულ პროცესში, რამდენად ვასკანერებდით ჩვენ თავს, აი მაგ გეკონტაქტები. და თანს უნდა გქონდეს სულ სხეულთან კონტაქტი. აბა ახლა რას განვიცდი ამას რო ლაპარაკობ. ხა როგორ მომყვება ჩემი სხეული, ხო? ანუ აქ ამ და ამ ჟამს, მათ როცა მე თქვენთან ლაპარაკობ, პლუს მე არ უნდა დავკარგო ჩემს შეგრძნებებთან კონტაქტი. როცა ჩემს შეგრძნებებთან კონტაქტი მაქვს, ხო, ეს ნიშნავს, რომ პროცესები არ მიდის ქაოსურად. მე ვუსმენ ჩემ თავს ახლა, ხო? და აღარ არის უკონტროლოდ ჩემში გამოწვეული ემოციები და ეს არის უკვე შეთანხმებულად. ეს არის სადღაც ჩემთან ერთად, ერთთლიანობაში ვართ, ხო? მე გარეთ როგორ ვიქცევი მაგალითად და როგორ გესაუბრები და ჩემს ხელთან რა ხდება. ყველაზე კარგი პრაქტიკა და წარმოიდგინეთ ახლა ამ პრაქტიკით, როცა უკვე კარმულ თემებზე ვმუშაობთ. როდესაც იქ შავ მთვარეზე ვმუშაობთ, სატურნზე ვმუშაობთ, ასპექტებზე ვმუშაობთ, ხო? მერკურზე ვმუშაობთ, ზოგჯერ არის მერკური დაზიანებული და აქ არის მენტალური მთელი ქაოსი, ის უკვე არქეტიპებში და ეზოთერულ თემებში რო გავიდეთ და ძალიან საინტერესო არის. აი ეს დასკანერება, ახლა მე მაქვს უფუნება იმისი, რომ აი ინსტიტუტში მანამდე სხვა სკოლაში ვსწავლობდი გეშტალტზე და იქაც გავდიოდით ამ თერაპიულ პრაქტიკებს და ძალიან საინტერესო პრაქტიკებია და ვისაც არ აქვს ეს შესაძლებლობა სიტყვაზე
ძალიან მომიდა თქვენთვის ამის გაზიარება. ასევე არის ემოციების უწყვეტობის კანონი ჩვენთან გეშტალტ თერაპიაში. ემოცია როგორც აღზნება, ესე ქვია, თვითონ წიგნიც მაქვს, შეთაშორის შემიძლია გაგზიაროთ. ეს წიგნი ეხლა ხანს გამოვიდა, ამით ვსწავლობთ ჩვენ, ესე ქვია. და აქაც არის ყველა ეს ექსპერიმენტი, ცალკე რო ეს არის საჭირო. ეს კიდე ცალკე პრობლემა არის ხოლმე. ხა მე რო ესე მარტივად გიხსნით ყველაფერს, ესეთი უფლება კი არა გვაქვს ჩვენ. მთელი ესენი ბიჭები ჭირდება ხოლმე. ეს სხვა ენაზე უფრო ვკითხულობ, რო გამიგო ხოლმე. აკრა წერია. ხო და ეს წიგნით შეგეძლიათ, თუმცა თუ გაიგეთ რამე ჩვენც გაგვაგებინეთ, მაგრამ მაინც თუ წიგნი არ არის, მაგრამ ნუ სპეციფიური ენა არის და ხო და არის მან და ესეთი რამ, რომ ემოცია არის როგორც აღზნება. აღზნება არის ენერგია. ანუ ემოცია არის რეალურად ენერგია. იმპულსისთვის გახმარება რაღაც რო გვინდა, იმპულსი ირთვება. და იქ ჩერდება მე სადღაც, წყვეტა ხდება ამისი, ხო? სადღაც ჩერდება და ეს გაჩერება, რა თქმა უნდა, სხეული იღებს ამ გაჩერებას, იმიტომ რომ ნებისმიერი ემოციური, ფსიქოლოგიური პროცესი ეს სხეულთან ერთად მოდის, ცალკე არ არის. ან ცალკე ემოცია გავარდა და სხეული არ არის, ეს ასე არ არის. აი მაგალითად, თუ არის ჭარბი წონა, სინამდვილეში ეს ჭარბი წონა ლაპარაკობს შეკავებულ ემოციებზე, ჩახშობილ ემოციებზე. ანუ ჩვენ თუ ვერ ვამუშავებთ პრობლემატურ ან რთულ ემოციებს და რომელიც გეშტალტ ფსიქოლოგიაშიც და ზოგადადაც ცუდი ემოცია არ არსებობს, ეს არის გაჭედილი ემოცია. და თუ ემოცია არის მიშვებული და ბოლომდე მივყვებით, ხო ის უკვე აღარ არის ტოქსიკური. ეს არის თეორიული პრაგმატიზმი, თეორიაში ჩვენთან ესე სწავლობთ. და პრობლემური ხდება, როცა არის გაჭედილი, როცა არის დაკონსერვებული შიგნით, გაჭედილი სადღაც, ხო, რომ და ამას იღებს რომელიღაცა ორგანო. მაგალითად, ცხიმიც და წყალიც და ლიმფაც, ხო? ჩვენთან ეს თვარე არის, მაგალითად, სითხის შეკავება, ვენერა არის ეს უკვე ცხიმოვანი ჰორმონალური ფონი. და როდესაც მაგალითად ურანი თუ არის მან ჩართული ვენერასთან ან თვარესთან, ჰორმონალური პრობლემები შეიძლება გამოვლინდეს ძალიან და ჰორმონალური პრობლემები რა არის? ურანი ჩვენთან იწვევს აჩქარებას, რაღაცას ვერ ვასწრებ მუდმივად და თუ არის ვენერა ან კუროს ენერგია, იქ უკვე მოდის, რომ მე ვერ ვასწრებ ვერაფერს და თავს ვიცავ მერე სადღაც წონით, მაგრამ ჰორმონალური ფონი ირღვევა ძალიან, ხო? ჩქარდება. ირევა რა არის, ქაოსი არის, ხშირად ყურანს ახასიათებს ესეთი ქაოსის ჩამოტანა. და ნუ აი მანდა სკანერი შეგვეძლია, მე მაგალითად ვასკანერებ პირადი რუკებით, ხო? რა ხდება ენერგეტიკულად, ფიზიოლოგიურად, სხეულში რა ენერგიები არის გაჭედილი. ეს უკვე მაღალი დონის ასტროლოგია არის, ეს უკვე თანამედროვე ასტროლოგიას ამას ვეძახი, ხო, როცა ეს ყველაფერი ერთიანობაში უყურებ უკვე, ადამიანს უყურებ, აი მეც ახლა ასტროლოგიას ადამიანთან ზუსტად გეშტალტი როგორც უყურებს, რომ ადამიანი არის მთლიანი და მისი ნაწილები არ არის უკვე მთლიანობა, ხო? ეს მთელი მეტია ნაწილებზე. მეც ესე უყურებ, რომ ასტროლოგიაში იქ ის პლანეტა და ის კვადრატი გაგიმართლებს, არ არის ესე. მე მთლიანობაში უყურებ ასტროლოგიას და ადამიანს, მთელი თავის ფსიქოტრამვებით, გაჭედილი ენერგიებით, იქ ტრანზიტები, პროგრესიები, დირექციები, ეს უკვე ფონი ეხლა სადღაც ადამიანი რა პროცესში არის, მისი ენერგეტიკული ველი რა მდგომარეობაში. მე ამას უყურებ ყველაფერს ერთიანად. ამიტომ რომ მე თქვენ ხოლმე, აუ მოდი რა ერთი პროგნოზი რო გამიკეთო და ეგრე არ ვაკეთებ. კონსტიტუცია უნდა მაგას, სერიოზულად ჩართვა უნდა, ყველა პროგნოზების საშუალება უნდა ვნახო, დავილაპარაკოთ, სხეული დავასკანეროთ, ენერგეტიკას დავილაპარაკოთ და აი მთლიანობაში მაშინ გავდივართ ჭეშმარიტებაზე. და ესე ზედაპირულად ჩემი არ არის, ხო, ეს ზედაპირული თეორია არ მუშაობს ახლა ვისვატყუებთ, ხო? ხო და შესაბამისად ისეთი ხალხიც მოდის, რომელსაც ინტელექტი მიყვება ამ ყველაფერს, თორე თუ ვერ მიყვება, ხა ჩემთან არ მომდია. შესაბამისად, აი ეს უწყვეტობის კანონი ემოციების და თუ არის გაჩერება სადღაც, სხეულში ჩერდება. პირველი ექსპერიმენტი არის ეს კუნთოვანი სისტემის დასკანერება სხეულებრივად, ენერგიების ძიება და შემდგომ უკვე აი ამ ემოციებთან კონტაქტი
მისი გარდაქმნა ემოციაში. მანდ უკვე ესე ხდება, როდესაც აი ამ ემოციებს ვაკვირდებით, აი ეს ტალღას და კი არ ვაჩერებთ, აი უბრალოდ მივყვებით ამ ემოციებს, სად გაგვიყვანს და მე გამოხატვის საშუალება მივცეთ. აი მაგალითად სხეულში ვგრძნობ ხა დაძაბულობას, ხო სადღაც. ან პირიქით, აი უბრალოდ ვზივარ და უსმენ აქ, ემოციებს უსმენ უკვე აქ სხეულთან ერთად. არის ესეთი ექსპერიმენტი, რომ ყბას დაამუშტებს, მაგრამ ჭიმავთ, უშვებთ და რა ემოცია წარმოიქმნება. ზოგთან შეიძლება ბრაზი წამოვიდეს და წარმოსახვით უნდა ფანტაზია ჩართოთ. აბა ვინმესთან ხო არ შეიძლება ეს დაკავშირებული იყოს ეს ბრაზი? უნდა დავიყენოთ ეს ადამიანი და ან ვეჭყობოთ, ან უნდა გამოვხატოთ, ან შეიძლება ეს პოზიტიური ემოცია იყოს პირიქით და სადღაც ესე რაღაც ჩახუტება მინდა ძალიან, მაგრამ აი ეს ექსპერიმენტი გვაჩვენებს აი ამ ემოციების უწყვეტობას სხეულთან ერთად. იმიტომ რომ სხეული გვაგებინებს რა ემოცია სად არის გაჭედილი. ეს ბრაზია თუ ენერგია არის, ხო? მე ხშირად მქონდა ინსტიტუტში, თავიდან რო ვიწყებდით ამ დასკანერებას ყოველი ლექციის წინ, უნდა გაგვეზიარებინა, როგორ ვართ, სად ვართ სხეულში, დავასკანეროთ სხეული და ერთი და იგივე მქონდა სულ ხა ვაზიარებდი, ხან არ ვაზიარებდი. ესე გდილი 10 საათია, ნუ კაი უკვე 11:30 დავიწყეთ გაზიარება, ნუ ავდექი ძალიან ადრე, რო აქ მოვიმსადო, მოვიდე და რომ თელდღიანი ინტენსიური თერაპიები გვაქვს და ერთ რაღაცას ვხედავ, ვიყურები ფანჯარაში. ზეა, სითბოა და ვარჯიში მინდა, სეირნობა მინდა. ანუ მე ვარ დრაივერი ზოგადად. ესეთი სიღრმისეული საუბრების ჩემთვის უფრო საღამოთი არის. დღისით უნდა ვირბინოთ, უნდა ვიაროთ. ზოგადად ეგეთი ტიპი ვარ. სკოლაშიც ესე ვიყავი, ფანჯარაში ვიყურებოდი და ვიყურებდი რა ბედნიერია ეს ხალხი, ვინც თამაშობს გარეთ. და საერთოდ ეგ ამოვდიოდა. ჩემ ენერგეტიკასთან მაკონტაქტებდა პირდაპირ ჩემ ბიოლოგიურ ენერგეტიკულ ხასიათთან. ეს თერაპიები და ჩემთვის იყო too much დრამატული საუბრები ესეთი ავაზი დღისთვის. და მიჭირდა ხოლმე ეს რაღაც პრობლემების დასკანერა რაც გარეთზე არის. ნუ ხა ძალიან მართლა გეუბნებით, ანუ ესეთი რაღაცები შეიძლება მოგვიხდეს ხოლმე თერაპიულ პრაქტიკაში. და მე ვაკვირდებით აი ამ ემოციების უწყვეტობას. ვაკვირდებით ეს ემოცია სად გაგვიყვანს, როგორი არის, რა სახის არის, ანუ მანამდე თუ სხეულს ვასკანერებდით, მე ამ სხეულში წარმოქმნილი ემოციებს მივყვებით. უბრალოდ გავყვებით. ახლა ძალიან მოკლედ გიყვებით ამას. 2 საათიანი იყო გუშინტელი და წინა დღის ეს თერაპიული პრაქტიკა. ძალიან მოკლედ, რომ ესე წარმოსახვაში ეგზათ მე ChatGPT-ში დაგუგლოთ, ან ნახოთ ეს ექსპერიმენტები და აი მეყვებით ხოლმე ესე. ძალიან ბევრი ექსპერიმენტი არის, ბევრი ტექნიკა არის, მე თვითონაც ვიყენებ ხოლმე უკვე მე თერაპიულ პრაქტიკებში ამას. კონსულტაციაზე ვიყენებ ზოგჯერ როგაზე ვლაპარაკობთ და ინტელექტუალურად მოყვებით. თუმცა იქაც ვაგდებ ხოლმე თუ ხედავ რომ ადამიანს უფრო ინტერესი აქვს, ვაგდებ ხოლმე აი ამ გაცნობიერებებს სკანერს. დასკანერებას ჩანს ხოლმე სად არის აქ პრობლემა და აი სხვადასხვა აი ამ სკანერებით ლილიტის აი ამ თერაპიულ ტრაუმებს ახლა წინაზეც რო გაგიზიარეთ, რო გადიან სადღაც საერთოდ სხვა სამყაროში და სხვა ისტორიაში და სხვა პლანეტაზე, ზოგი და ამ შემდეგ აი ამ სკანერით გავდივართ. და თუ თერაპიულ პრაქტიკაში ის ისტორია, აი ცოტა მივყვები, ვაყოლინებ, ან მევყვები, ან აი რაღაცნაირად მივდივართ დიალოგში, თვითონ გადიან უკვე ძალიან სწრაფად აი ამ სკანერის საშუალებით. ანუ ფაქტიურად კარმულ თემებში ვიყენებ ხოლმე მე ამ თერაპიულ პრაქტიკებს და თქვენც გირჩევთ, აი დაასკანერეთ, უბრალოდ აი ეს პირველი ნაწილი რაც გითხარით, ჯერ ის რომ გააკეთოთ. სად არის ეს ბლოკი? ვერბალიზაცია მისცეთ ამ ბლოკს, დაელაპარაკოთ, აი რო ალაპარაკდეს რა სიზამდა, ხო? მე ესეთ პრაქტიკების დროს ეს უკვე ისე ავტომატურად მაგ შეიძლება მანქანაშიც ვაკეთებდი, ახლა თქვენ რო გელაპარაკებით ავტომატურად სხეულზე გადამოქ კონტაქტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ინტელექტუალური ვერბალური ენერგია გაცილებით მკვეთრი არის ვიდრე სხეულებრივი და მე ძალიან გამიჭირდა, ძალიან ბევრი პრაქტიკის გავლა დამჭირდა, რომ ეს ყველაფერი შემძლებოდა და ეხლაც არა ვარ მთლად ეს კარგ ფორმაში. მაგრამ რეალურად როგორც კი აი ინტელექტუალიზაციას ვაჩერებ და სხეულზე გადავდივარ,
აი იქ მაქვს ნამდვილ მესთან კონტაქტი. იქ ვიგებ, აი ჩემ თავს უბრუნდები, ჩემს ხელს უბრუნდები და ჩემს ნამდვილ სურვილებს უბრუნდები, ვიდრე ის ინტროექტები არის, ვიდრე ის ხალხი რა სიტყვის, ხალხისში რა, ან ცით რა არის ახლა მე არასოდეს არ მქონდა ეს ხალხი რა სიტყვის, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო უსაფრთხოების თემები. და უსაფრთხოება გულისხმობს, რამდენად ემოციურად უსაფრთხოდ შემძლეა ვიყო გარემოში. და შეიძლება აი ის მომენტი რომ არ არის ჩემთვის მაინც რომელიღაცა ჯგუფი ან კონკრეტული საზოგადოება უსაფრთხო, აქ შეიძლება აი ის იყოს ეს ხელუდის მოსმენა აღარ ხდებოდეს და იქ უკვე რაღაცნაირად თავშეკავება იყოს სხვანაირი, ხო? ან ბევრი სხვა პრობლემა იყოს, ახლა აღარ გავავრცელებ ამას. ამიტომ ამასთანაც კონტაქტი გვჭირდება. ანუ რა გვინდა ჩვენ შეგნით, რა ხდება, დავასკანეროთ, არის თუ არა, ახლა თქვენთან რო გელაპარაკობთ, ხელს უყურებ. არი ხო არის თუ არა აქვს რამე და რამე დაძაბულობა, ახლა რო ვლაპარაკობ. თავს ხათაშორის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რაღაც მოვაყოლებ, ხა მე აღარ მინდა ცალკე ვიდეო ჩაგიწეროთ, მაგრამ ენზე ვაკორდებოდი ადამიანებს ხა აგრესიას ძალიან ბევრი, რადგანაც ახლა აი ამ ენერგიებზე ვაპარაკობთ და აგრესიაზე და თქვა დაბლოკელ ენერგიებზე ძალიან ბევრი მიზეზი აქვს აგრესიას ზოგადად ჩვენში გაღიზიანებას ძალიან ბევრი ზოგჯერ ხო გეუბნებით ზოგჯერ ის არის რომ მე სიყვარული მინდა სითქვა მინდა და რატო არა მაქვს ეს ყველაფერი და ამაზე ვიყო აგრესიულებული მაგრამ ძალიან საინტერესო რაღაცაც აღმოვაჩინე უყურებდი ადამიანებს მე საერთოდ ძალიან დამკვირვებელი ტიპები ვარ ზოგჯერ შეიძლება საერთოდ ხმა არ მომღოდა უბრალოდ ვაკორდებოდი და სხვა შორის ერთხელ ახლა ზუსტად ამ დღეებში აი ამ თერაპიულ პრაქტიკაში თვითრეფლექსიის დროს დავიჭირე ჩემი აგრესიის ფორმა წარმოვიდგინეთ ეს აგრესია და ჩემი აგრესიის ფორმა ვუყურებ უბრალოდ არაფერს არ ვამბობ და ჩვეულებრივ ფსიქოლოგიაში ეს რომ არაფერს არ ამბობ ეს არის ჩაყოლებული ნუ რეტროფლექსია ჩემი წამყვანი გამოვლინებარი ადრე ამ დაცვით მექანიზმებზე მქონდა საუბარი ანუ ნებისმიერი ეს ჩაყლაპული ემოცია გადმოდის ზოგჯერ მე რეტროფლექსიაში გადადის ან პროექციაში გადადის ანუ ეს მე უკვე დაცვით მექანიზმები არის აქ ლიკა წერეთელთან მაქვს ძალიან კარგი ფსიქოთერაპევტთან ვიდეო მან დავხსენით მთლიანად ეს დაცვითი მექანიზმები რა არის და მქონდა თვითრეფლექსია ზუსტად რომ მე ჩუმად ვარ ესე უყურებ და აგრესიას ვავლენ თურმე ოღონდ ენერგეტიკულად აი ტეორიული თემორიელი დავინახე ჩემ თავში ხოდა ნუ მე ვხდი რომ აი სულაც არ ჭირდება ყვირილი და ჭუბი შეიძლება ეს ჩუმად სიჩუმეში თურმე ენტენ აგრესიას ვავლენ მე ჩვენს ვერ ხვდებოდი ოღონდ ენერგეტიკულად რომ ძარჩა საერთოდ ხოდა ნუ მოკლედ მაგას ცოტა დავფიქრდი ხარჯობია თქვა ედი რა უმედურება ესე ჩუმად რომ ზიხარ და ნუ ენერგეტიკულად უშვებ აგრესიას და თან დავინახე ეს ჩემ წარმოს ხახვაში ენერგეტიკული ნაკადი როგორ ეს ხმის თავს ვიღაცას რა და მაინც არ მყავს არავის ბრაზდები გულახდილად რო გითხეთ მაგრამ შესაბამისად ვარ დამკვირვებლის პოზიციაში სულ და ვაკვირდები ახლა ადამიანებს და ვარ ისეთ სიტუაციაში სადაც ახლა უყურებ რა რომ ნუ ძალიან აგრესიით ვინც გამოირჩევა და აი საზოგადოებაში მიღებული არის ეს როგორც კომპლექსიანი ადამიანები გუიმებსაც ეძახიან ხოლმე და ამ შემდეგ აკვირდებოდი რამოდენიმეს რომლებსაც ჰქონდათ სერიოზული საზღვრების პრობლემა შედიოდნენ ადამიანებთან უტაქტოდ, უკულტუროდ და აგრესიულ, ანუ საერთოდ რო არ იყო საჭირო და თავს ესხმიან ადამიანებს. ეს ცუდი რეპლიკებით, ხო? პასიური აგრესიაც რო აღარ ქვია ამას. ნუ პასიური აგრესიაც იყო და აქტიური აგრესიაც. ანუ აბსოლუტურად შეუსაბამოდ, საერთოდ არაფერშუაში, არასაჭირო. და დავიწყე დაკვირვება მათ მიმიკებზე. ანუ ეს მარტო ჩემს სხეულის განირებაზე ხო არ არის აქ, ხო? ვაკვირდები და ხედავ რომ როგორც კი იწყებენ საუბარს თავიანთ პროფესიულ თემაზე არ არიან ავთენტურები ხმა უკანკალებთ თვალებს აქეთ იქით აცეცებენ ანუ ხშირად ახლა ის ატომზე ვამბობთ როცა არ ვართ იქ სადაც უნდა ვიყოთ როცა იმაზე მეც ვიღებთ ან გგონია რომ გვესმის ან გგონია რომ კარგია კარგად გავიგეს ყველაფერი ხო შინაგანად სხეულმა იცის რომ არ არის ეგრე და მათი სხეული ყველაზე კარგად ყვირის ხოლმე მაგაზე რომ
არ არის ადამიანი ავთენტური, არ ესმის, რას ლაპარაკობს, არ ესმის, რა სფეროშიც არის და აი ეს არის ზუსტად სხეულებრივი თემა, რომ თვითონ სხეული ყიდით ხოლმე მათ, აი თვალებიც ეცება, ხმის ჩაწყვეტა, ხა მე შეიძლება დავიბნე, ვინერვიულო რაღაცაზე, რასაც ვამბობ, ოღონდ მაშინ ვიბნევი, როცა ბოლომდე არა ვარ დარწმუნებული ჩემ თავში, ან მაკლია გარკვეული ცოდნა, გარკვეული კიდე ფაილები თავში, მაგრამ მე ამასთან კონტაქტი მაქვს და პირდაპირ ვამბობ, რომ აი მე ეს კარგად არ ვიცი და ამიტომ ნერვიულობ. და შესაძლოა ეს გულახდილობა, ჩემ თავთან სელენა ვერძი ვარ და გულახდილობა ეს რუკაში, ნამდვილად მაქვს. მე მგონი თქვენ ხედავთ ხოლმე ამას და ძალიან მიადვილებს რაღაცებს, ხო? და რო აკორდებოდის, აი თამაშით ეს აგრესია და ეს თავდასხმა და გაღიზიანებულები არიან თავის თავზე. აი არაკომპეტენტურობისგან. რეალურად არის კარმულ დონეზეც კომპეტენტურობა, ან არაკომპეტენტურობა. აი ადრეც ჩაგიწერეთ ვიდეო, როდესაც ჩვენ კარმულად სადღაც, არ ვართ იქ, რასაც უნდა ავხდეთ, ხო? აი ზოგჯერ არიან ექიმები, რომლებიც არ არიან ექიმები, ავთენტური კუთხით, ხო? დაისწავლეთ, წვალობენ, რაღაცებს, მაგრამ არ არის ეს ენერგეტიკულად მათი, კარმულად არ არის მათი და შეიძლება იყოს იქ ან აპარტავნება, ან ეგო, ან რაღაცა, ეს არის დაცვითი მექანიზმები, სინამდვილეში ეს არის, როცა ადამიანი არ არის იქ, სადაც უნდა იყოს. და აქედან მოდის გაღიზიანება და რო დავაკვირდით, ცოტა ის მქონდა. ცეთ კარგი იყო რომ დავინახე, იმიტომ რომ მეც გაღიზიანება აღარ მქონდა მე, იმიტომ რომ მიკურს ხოლმე კულტურობა, ჩემთვის ყველაზე კატასტროფა არის. აი უკულტურობა, როგორ იცით, აი ესე უცერემონიოდ ვიღაცის საზღვრებში შეჭრა, გადმოჭრა, უკულტურობა არის ეს და ძალიან მაღიზიანებდა ხოლმე, მაგრამ რომ მივხვდი, რომ როგორ უჭირთ და სხეული ყიდის ეს უკულტურობა არის, ზუსტად ის რომ არ ხარ იმ დონეზე, რა დონეზეც იქაჩები, მოდი ესე ვთქვათ, ხო? ეს არის აგრესია. მერე გარემოზე აგრესია, გადატანა იმ აგრესიის, რაც ხელში ცხოვრობს. და იქ კიდევ უფრო აძლიერებენ თავიანთ კომპლექსებს, კიდევ უფრო გაიყიდიან თავს და მე კიდევ უფრო იმატებს აგრესია და ციყვის იმ ბორბალს ემსგავსება კიდევ უფრო ძლიერდება და ღრმავდება პრობლემა. და ყველაზე საინტერესო რა არის იცით, რომ აი ესეთი არაკომპეტენტური ადამიანები, მე კუტოკებივით არიან ერთად. ტოქსიკურ ველს ქმნიან თვითონ. ჯგუფდებიან ძალიან კარგად, მინახავს აი ესეთი ადგილები, სადაც რო შეხვალ და იმას ესეთი ის რო არის რა, რაღაცა ნეგატიური ველი რო არის შეკრული რა. და ხაშერის მქონდა ეგ რო აი ხა უზნაძეში რო სწავლობდი, ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფი ყავდა. ფსიქოლოგიის ჯგუფში ერთ-ერთი საუკეთესო და უმეტესად იყვნენ იქ სულ აი ესეთი კარგი ტიპები, რომელიც საზღვრებს იცავენ, კეთილები, აი კარგი, კეთილი ადამიანები, ნორმალური როგორც უნდა ვიყოთ რა, ხა რაღაც იმას გენიალურობას კი არ ლაპარაკობ და მთელი ჯგუფი ამ ენერგეტიკაზე დაჯდა. სულ რა ახლები შემოსულიყვნენ, ამ ენერგეტიკაზე დაჯდებოდნენ, სადაც უმრავლესობა არის. ის ქვედა დინებებიც ამ ენერგიაში ჯდება. ეს უკვე ველის თეორია არის, ხო? რა ველში ტრიალებ და როდესაც არის უკვე 3-4 ტოქსიკური, გარემოსაც ტოქსიკურს ხდიან, ან იკრებენ თავის დონის ხალხს. იქ კარგი არ გაჭაჭანდება. და აი უყურებ ხოლმე მე, აი როგორც თუნდაც ხელმძღვანელი არის, ისეთი ტოქსიკური არის ხოლმე ველი მაგალითად, ხო, ისეთი ნეგატიური ხდება ის ველი. რომ თუ არის ხელმძღვანელი კაი ტიპი, ის გარემოც ესეთი არის, იმის კანონებზე ჯდებიან, ეს ველის თეორია არის, ხო? და მე შეიძლება გვაგდებდეს სისტემა, თუ მაგალითად იქ ახლა ზედმეტად დაბალ ვიბრაციაზე არის, აქ უკვე ეზოთერიკა შემოდის, იქ თუ ძალიან დაბალი ვიბრაცია არის, ბევრი არის არაკომპეტენტურობა, შიშები, თვითგამოუხატავობა, სინაგლესი თავხედე ამის გამო, რომ მე სადღაც ვერ ვქაჩავ და იმ ველს არ ჭირდება მე ესეთი ცოტა მაღალ ვიბრაციული ხალხი, ხო? და მე შეიძლება გამოგაგდონ საიდანვე და გაგიკვირდეთ, ხო? და ეს სინამდვილეში არის, რომ თქვენი ენერგეტიკული ველი არ შედის აი ამ პატარა სოროსთან, გველების სოროზე ხიხავ ზოგჯერ, ხო?
ძალიან კარგად ვაკვირდებოდი ამ სისტემას. უბრალოდ სისტემა აგდებს კარგ ტიპებს და კარგი ტიპი ვინ არის? რასაც ვკიდებ ხელს, იმაში მესმის, მუშაობა შემიძლია, ინტელექტიც მიკაჩავს, ენერგეტიკაც მიკაჩავს ამ ყველაფერზე და მე შემიძლია ამაზე ბევრი ვიმუშაო. ხო და აი როცა ის არ მიკაჩავს, ის არ მესმის, ეს არ მესმის, ანუ ცოტა არ ვარ რა განვითარებული, ხო, იმ დონეზე. მაგრამ მე ამის გაგება არ მინდა, ამის მიღება არ მინდა, იმიტომ რომ სხვა წარმოდგენები მაქვს ჩემ თავზე, ხო? ან მინდა დავიჯერო, რომ სხვა წარმოდგენები მაქვს. და როგორც ესე არის ხოლმე, ძალიან იშვიათად, რომ საკუთარ შესაძლებლობებთან ადეკვატურები იყვნენ საქართველოში განსაკუთრებით ადამიანები. და აი აქ მიდის ზუსტად ეს კუტოკების თემა და მე კარგი კონსტრუქციული ნიჭიერი ხალხი ანგარბის ქვეყნიდან სადღაც არიან მარტონი მიტოვებულები. ეს ესე ხდება ხოლმე, ამიტომ მე მაგალითად ძალიან აი ხეს რო ვაკვირდები ხოლმე ეგეთ სიტუაციებს, ძალიან თანაგზნობის განცდა მაქვს, რომ რა უნდა ქნან. და ეს აგრესია მათი ბრალი არ არის, ხო, რაღაცნაირად შედეგი არის. და აი ამ აგრესიასაც უნდა დაუკვირდეთ და კი არ უნდა გაბრაზდეთ ხოლმე, უნდა დააკვირდეთ, რომ მათი სხეული ლაპარაკობს იმას, რაც ტვის არ უნდა რომ გაიგოს. ტვის გონია რა ხაი და ასწავლეს ინტროექტებით, რომ შენ კაი ტიპი ხარ და ან ჭიერი ხარ, ან რაღაცა და სხეული ყიდის მათ. შეიძლება იყოს ძალიან კარგი გვარი შვილი და კარგი ოჯახის და არ მოყვება ეს შინაგან. სადღაც რაღაც პრობლემები აქვს, იმიტომ რომ სხეული ეუბნება ამას, რომ შენ შინაგანად როგორი ხარ, ხო? ამ ოჯახმა ხო არ მოგცა ის განცდა, რაც შენ შიგნით არ არის. ეს ძალიან საინტერესო არის დასაკვირვებლად და ძალიან საინტერესო არის ჩემთვისაც ხოლმე, რომ აი სადღაც მე არა მაქვს ეგ რო სადღაც იქ წავიდე, რაც მე რო ხა მათემატიკოსი გავხდე, ან ისეთი ხო ხდებით, ისეთი თემა. მაგრამ ამასაც ვაკვირდები. და დააკვირდით, ხო, ქართულ საზოგადოებაში ძალიან დიდი არის ამ დონის აგრესიები, ზუსტად აი ამ არაკომპეტენტურობის გამო და მარტო პროფესიულ არაკომპეტენტურობასაც არ გეუბნებით, არის კიდე იქ ფენობრიობა, რომელსაც უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას და ფენობრიობა ჩვენთან ენერგეტიკულ თემებში გადადის, ენერგეტიკულად ველდის თეორიაში, რამდენად ეს გარემო არის ჩემს ენერგეტიკასთან, აი ზოგჯერ არის ხოლმე, რომ აი ვიღაცა კულტურული დახვეწილი ადამიანია და გააგდებს სისტემა, იმიტომ რომ მათთვის ძალიან მტკივნეული არის ესეთის დანახვა, ხო, იმიტომ რომ მათში აღვიძებს იმას, როგორ დაბალ საფეხურზე შეიძლება არის და ვიღაცა რომ მაღალ საფეხურზე არის, მათთვის ეს ტკივილის მომტანი შეიძლება იყოს, ვიღაცა რომ უფრო ნიჭიერი არის, მათთვის ტკივილის მომტანი იყოს. ანუ აგრესიის ფორმები არის ძალიან მრავალმხრივი. და ამის აღმოჩენა თუნდაც ჩვენ თავში, ეს ძალიან გვირობა არის. ძალიან სიძლიერესთან არის დაკავშირებული და უკვე იმ ველში აღარ ხარ. თუ შენ ამის დანახვა შეგიძლია, ხო? ხამე პლუტონი მყავს რუკაში აქტიური და ესეთი სამაქ შინაგანად რა, რომ აი ვაბანგზე წასვლა მიყვარს ხოლმე. რაც მექვია სისუსტეც არ შეხედო. პირიქით ეს ხო ყველაზე ესეთი არის. მაგარი პროცესი არის, ესე მგონია ხოლმე. მაგრამ ამ სკანერით ზუსტად ეს შეგვიძლია გავაკეთოთ. აი ამ სკანერით, სხეულის სკანერით, თუნდაც ის შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ აი თუნდაც ჩემი ენერგია იმ ადამიანების ენერგეტიკასთან არ მოდის. ან აი ხა იმ უცნაძის ჯგუფში მქონდა ხოლმე ეს, რომ სახლში რო ხარ და აი უსაფრთხოდ რო გრძნობ თავს, არავინ უკულტურო არ გამოგივარდება და რაღაცა სისულელეს არ გეტყვის. პირიქით, ყველა რა ძალიან თბილია, ყველა რა ყურადღებია, გიფრთხილდებიან. ეს არის ჩემი გარემო ზოგადად ემოციურად და აი ეს გარემო იყო ხოლმე ყოველთვის და აი როცა ვიკრიბებით ხოლმე, აი როგორი რელაქსი მაქვს და როგორ მშვიდდები. აი ეს ქართული ნეგატიურ ქართულს გულისხმობ, რომ არ არის რა ეს შური, ბოღმა, აი საკუთარი კომპლექსებში ჩახარშვა და პრობლემა არის ეს. ძალიან სხვა თემაზე გადავედი, მაგრამ მე მგონია, რომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს. თქვენ თუ ეს ვიდეო და გაინტერესათ, მოგეწონათ, მე შემიძლია სხვა ექსპერიმენტებზე, სხვა თერაპიულ პრაქტიკებზეც ჩაგეწეროთ ხოლმე ვიდეოები. მე მაინც ასტროლოგიურად უყურებ ყოველთვის ამას და ჩემი ახლა მე რასაც ვაკეთებ, თუნდაც ასტროსკოლაში გეშტალტი შემომაქვს ფაქტიურად ასტროლოგიაში. მე ამისთვის სწავლობ გეშტალტს, რომ არა ის რო ხარ იქა. ამ სექტას ეძახით ხოლმე ჩვენ თავსაც გეშტალტელები. რომ ამას გავყვე, არა, მე მიყვარს ყველა სისტემა. შემოვიერთო, უზნაძეშიც ყველანაირი ფსიქოლოგიური მიმართულება გვაქვს ნასწავლი.
ყველანაირი პრაქტიკები, ტექნიკური პრაქტიკები გავლილი გვაქვს და ძალიან საინტერესო არის ჩემთვის, მაგრამ მთავარი ბაზა მაინც ასტროლოგია არის ჩემთვის და მინდა ასტროლოგიაში შემოვიტანო უფრო ფსიქოლოგია და დარაპირებით. და თუ თქვენ მოგეწონათ ეს ვიდეო, შეგიძლიათ გააზიაროთ, თუ გააკეთეთ ეს პრაქტიკა, ხა ძალიან არა თერაპიულად იყო ეს ჩართვა, უბრალოდ უფრო ინფორმაციულად მოგაწოდეთ, მაგრამ მართლა მაინტერესებს გულახდილად. საერთოდ ფიქრობდი კიდეც ესეთი აი ამ თერაპიული პრაქტიკის ონლაინ გაკეთება ჩართვით უფასოდ მინდა ლექციასავით გავაკეთო და მონაწილეებთან ჩავერთო და ეს გავაკეთო ეს პრაქტიკა. თქვენ თუ გექნებათ ინტერესი, ესეც შეგიძლიათ დამიწეროთ, მართლა უკავშირი მინდა რამდენად დაგაინტერესათ. ესეთი თერაპიული გამოცდილება, სხეულის სკანირება, შეგიძლიათ კიდევ უფრო მოიძიოთ ამაზე ინფორმაცია, ვისაც არ გქონიათ და გამიზიარეთ თქვენი ემოციები, თქვათ, თუ იყო იქ რამე აღმოჩენილი, თუ იყო იქ ენერგიასთან რამე კონტაქტი, ვერბალიზაცია თუ მოახდინეთ და ძალიან მინდა შემოვიტანო თქვენთან უფრო თერაპიული პრაქტიკები, რასაც წლები ავაკეთებ მე მაგალითად ჩემს თერაპიებში, მაგრამ თქვენც როგორც ინსტრუმენტი რომ მოგაწოდოთ, რა თქმა უნდა, იქ ახლა პირადი უკეთ ხდება უფრო რეალური თერაპიული მუშაობა პირველი არის, მაგრამ მაინც შეგიძლიათ თქვენს დააპრაქტიკოთ ნელ-ნელა. იქნებ ძალიან მოგეწონათ და ველოდები გაზიარებას, ველოდები კომენტარებს, რომ უფრო მიმართულება მივხვდე, გაინტერესებთ ესეთ სფერო, თუ არა შემოვიტანო ჩემს ვიდეოებში ესეთი ტექნიკები, თუ არ შემოვიტანო და თუ ხა გამოხმაურება იქნება, შემიძლია გავაკეთო მე ლექცია, საჯარო ლექცია, სადაც გიდირებულად გავივლით ამ თერაპიულ სკანირებას უკვე უშუალოდ თავის გაზიარებებით მერე და თერაპიული პრაქტიკით. მოკლედ გემშვიდობებით, მეგობრებო და ველოდები თქვენს უკავშირს. მადლობა მოსვენისთვის.